არც ღმერთი. ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დანო და ძმანო, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, ხსენებას წმინდისა მოციქულისა სიმონ კანანელისა, საქართველოში ქრისტიანობის პირველ მხალდაგებელისა. მოგეხსენებათ, რომ წმინდა მოციქული სიმონი ანდრია მოციქულთან ერთად მობრძანდა საქართველოში. ეს იყო წმინდა მოციქული ანდრიას მეორე მისიონერული მოგზაურობა. მანამდე მას ჰქონდა ნაქადაგები მეგრელთა ქვეყანაში, როგორც ამას ბრძანებს ანდრიას მიმოსვლა. და ეს ქვეყანა იწყებოდა ვიდრე ტრაპიზუნდიდან, მიყვებოდა შავი ზღვის სანაპიროს. მან შემოიარა კოლხეთი, მესხეთი, ქართლის სანახები. იქადაგა დღევანდელ იმერეთსა და სამეგრელოში, სვანეთში და აფხაზეთში. და დასავლეთ საქართველოში მასთან ერთად, როგორც აღვნიშნეთ, მეორე მისიონერული მოგზაურობისას იყო წმინდა მოციქული ანდრია, რომელსაც მანამდე ნაქადაგები ჰქონდა მცირე აზიაში, ანუ დღევანდელი თურქეთის და იმდროინდელი რომის იმპერიის ფარგლებში, დიდ ბრიტანეთში არის ასეთი გარდამოცემა, რომ სიმონ კანანელმა დიდ ბრიტანეთშიც იქადაგა. სპარსეთის იმპერიის ტერიტორიაზეც. და აფხაზეთში მოსულმა მოციქულმა საღვთო განზრახვით მოინდომა დარჩენა და ის ცხოვრობდა გამოქვაბულში. ეს გამოქვაბული დღესაც არსებობს მდინარე სირცხას ხეობაში, ძველ ანაკოფიაში, დღევანდელ კი ახალ ათონში. იქ ამ ხეობაში არის ასეთი ძველი ციხესიმაგრე და ციხესიმაგრეს გალავანი შემორტყმული არის ამაღლებულ მთას, რომელიც გადაყურებს მთელს ხეობასა და ზღვისპირეთს. შემორტყმულია გალავანი, როგორც აღვნიშნეთ, და მის წვერზე, ამ მთის წვერზე არის განლაგებული უძველესი მონასტერი. დღესაც ამ მთას უწოდებენ ივერიის მთა. იქ არის ნაშტი სენაკებისა და ძველი ტაძრისა და იქ არის ასევე სასწაულთმოქმედი წყარო. სიმონ კანანელის სენაკი გამოქვაბული არის უფრო ქვევით, დაბლა. ის ამაღლებულია მიწიდან. დღეს და ბოლო ხანებში იქ იყო გაკეთებული კიბე, რომლითაც ავდიოდით ჩვენ, რათა თაყვანი მეგვეცა ამ სიწმინდისათვის. იქ არის
სიკლდეში გამოკვეთილი სარეცელი, რომელზედაც ეძინა და ისვენებდა მოციქული. და ასევე იქვე ახლოსვე არის ანაბეჭდი ქვაზე მოციქულის ფეხის ტერფისა. და დინარე სირცხაში, სადაც იქნა მოკლული წარბართაგან წმინდა მოციქული სიმონი, დღესაც მოიპოვება ისეთი წითელ ფრად დაწინწკლული ქვები. იქ სხვა მოწამეებიც აღესრულენ მოწამეობრივად ქრისტესთვის და მათი სისხლის ნაკვალევია ასე ბრძანების გარდამოცემა. თვითონ მოციქულის საფლავი კი იმყოფება ახალი ათონის წმინდა პანტელეიმონის მონასტრის ტერიტორიაზე. ეს არის ტაძარი, რომელიც აგებულია მე-7-მე საუკუნეში. ხოლო თვითონ მონასტერი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში იქნა აშენებული ათონელი ბერების მიერ რუსული წმინდა პანტელეიმონ კურნალის მონასტრის ბერების მიერ, რომლებიც გადმოსახლდნენ ათონის მთიდან ამ ადგილებში და ამიტომაც ეწოდება ამ ადგილს დღეს ახალი ათონი. ეს ადგილია ლოცვის და ღვთის დიდების პირველი საუკუნიდან მოყოლებული. ბერებს ეს ადგილი უშუალოდ გამოუყო სამეფო ხელისუფლებამ, იმპერატორმა რუსეთისა. ძალზე საინტერესო კომპლექსია. და ეს წმინდა ადგილი ყოველთვის იყო სიწმინდე ჩვენი ერისა. მოგეხსენებათ, რომ შამთა სიავის გამო მე-17 საუკუნეში ბიჭვინთის კათედრა კათოლიკოსისა გადმოდის გელათის მონასტერში. ეს ის პერიოდია, როდესაც ხდება ექსპანსია თურქული და მას მოყვება გათურქება, გამუსულმანება, ადგილობრივი მოსახლეობის. ზოგმა თავი შეაფარა სადადიანოს, ზოგი დარჩა. ეს ტერიტორიები იყო დასახლებული კავკასიელებით, ჩერქეზებით, უფრო კავკასიისაკენ, კავკასიონისკენ მთის კალთები, აფშილები, აბაზგები უფრო ზღვისპირეთისკენ იყვნენ დასახლებული კოლხებთან ერთად, ლაზებთან, მეგრელებთან. მათთვის
საერთო ენა იყო ქართული, ღვთისმსახურების ენა იყო ქართული და ყველა ისინი თავს მოიაზრებდნენ ერთიანი ქართული სამებოს მოქალაქეებად. შუა საუკუნეებში, მერვე, მეცხრე, მეათე საუკუნეებში, მე-11 დასაწყისში აფხაზეთი მოდიოდა, ანუ ტერიტორიები, რომელსაც აფხაზეთს უწოდებდნენ, მოდიოდა ლამის უფლისციხემდე. ანუ აფხაზეთი ეს კი არ იყო მხოლოდ ტერიტორია გეოგრაფიული, ეს იყო ქართული სახელმწიფოს აღნიშნული ტოპონიმი, პოლიტიკური ტოპონიმი იყო. და ქართველთ გამაერთიანებელმა პირველი სამეფოს, გაერთიანებული სამეფოს არაბობის ძიმე ექსპანსიის შემდგომ მეფე ბაგრატ მესამემ ააშენა ბედიის ტაძარი აფხაზეთში. ის მემკვიდრე იყო ქართლისა და კოლხეთის მეფეებისა. ეს ძველი კოლხეთის ტერიტორია მოგეხსენებათ. ამიტომაც ყოველთვის ჩვენი ქვეყნის მესვეურები, მამულიშვილები აფხაზეთს განიხილავდნენ როგორც ძლიერი საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილს. აფხაზეთს და აფხაზეთის ლაშქარს დიდი დამსახურება მიუძღვის საქართველოს სამეფოს მიერ გადატანილ ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში, დიდგორში, ბასიანში, შამქორში. მარტყოფში და ასე შემდგომ. და დღეს სამწუხაროდ ჩვენ მოკლებულები ვართ საშუალებას, რომ წმინდა მსახურება აღვავლინოთ უშუალოდ მოციქულის საფლავთან. მივემთხვიოთ მის სენაკს, მის ნატერფალს, მოვილოცოთ მისი მოწამეობრივი აღსრულების ადგილი. ოცდაათიანი წლების მოვლენებმა გამოიწვიეს დაპირისპირება ჩვენ შორის. რა თქმა უნდა, ამის მიზეზი სხვადასხვა და მრავალია, მაგრამ ყველაზე მთავარი, რომელიც სურს დავასახელო დღეს, ეს არის
პოლიტიკური, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესები, რომელიც იყო დაკავშირებული საბჭოთა კავშირის რღვევასთან. ამას უკვე სხვა, რა თქმა უნდა, შემადგენელი დეტალები აქვს, მაგრამ ეს იყო ამ პროცესის ნაწილი, რომლის საფუძველზე აღმოცენდა ყველა დაპირისპირება იმ დროინდელ საბჭოთა კავშირში ეთნიკური თუ სხვა. ეს პროცესები ისედაც მოხდებოდა, საბჭოთა კავშირი დაირღვეოდა, უკვე მომწიფებული იყო ეს ვითარება, მაგრამ სამწუხაროდ მავანმა დაპირისპირებისაკენ გვიბიძგა და შედეგად გვაქვს უკვე ის 33 წელი, რომელშიც სამწუხაროდ გაიზარდნენ თაობები სიძულვილით, ქიშპით და შეურიგებლობის იდეით. თუმცა ხაზგასმით სურს აღნიშნო, რომ ჩვენი მხრიდან, ანუ ქართველების, საქართველოს მხრიდან, იგივე აფხაზელების მხრიდან, რომლებიც გამოდევნილები არიან და გადაიტანეს ტკივილი ახლობლების დაღუპვის შეურაცხყოფისა და საკუთარი საფლავებისა და სახლკარის დატოვების და თქვენ ეს კარგად მოგეხსენებათ, რამე თუ იგივე პროცესები მიმდინარეობდა ცხინვალის რეგიონშიც და ქართლისთვის და გორელებისთვის ეს ყველაფერი კარგად არის ნაცნობი. და მიუხედავად ამ ყოველივესი, ჩვენი მხრიდან მიტევების და შერიგების მზადყოფნა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე სამწუხაროდ აფხაზების მხრიდან. შეიძლება ეს არის გამოწვეული შიშით, შეიძლება გამოწვეულია კიდევ ვიღაცის წაქეზებით, რა თქმა უნდა. მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პროცესი უნდა დაიწყოს. უნდა დაიწყოს პროცესი, რომელზედაც მაცხოვარი ბრძანებს, აი ამაღლების წინ მაცხოვარი თავის მოწაფეებს ეუბნება, რომ წადით და იქადაგეთ სინანული და ნათლის ღება, ვინც ისმინოსო, იგი ცხონდესო, ვისაც წმენესო, იგი ცხონდესო, ხოლო ვისაც არ წმენესო, იგი დაისაჯოსო. და ჩვენ, როგორც ეკლესიის წევრებმა ქრისტეს სამწყსოს
ცხოვარმა ჩვენ პირველ რიგში ერთმანეთს სინანულისკენ უნდა მივუწოდოთ. თუ ვიღაცა ფიქრობს, რომ ის არის მხოლოდ და მხოლოდ მართალი, ის უკვე ცდება და მისგან ქრისტეს სული შორს არის. სინანული გვჭირდება ყველას და ამ სინანულით უნდა გადავდგეთ პირველი ნაბიჯი ერთმანეთისკენ. ამ სინანულს უნდა დაეფუძნოს მიტევებაც და შერიგებაც. ცალკე და კერძო შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბევრი მოიძებნება გულნატკენი, შეურაცხყოფილი, მიცვალებულის ჭირისუფალი, უსამართლოდ ვისაც მოეპყრნენ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ომი არაადამიანური მოვლენაა, ომი არ შეიძლება კარგი იყოს და განსაკუთრებულად ომი დღევანდელ დღეს, რომელიც სრულებით გამორიცხავს კეთილშობილებას. წინად კეთილშობილებას იჩენდნენ ომში მეომრები, რაინდები, პატივს მიაგებდნენ მტერსაც, მის ვაჟკაცობასაც. დღეს 10 კილომეტრის სიშორიდან იბომბება ესა თუ ის სოფელი თუ ქალაქი და ვინიც ის მოხდება ეს ჭურვი ქალს, ბავშვს, მოხუცს. ჩვეულებრივ მოქალაქეს თუ მეომარს არავინ არ იცის. და კი არავინ იტყვის, რომ ეს ცუდია, არამედ ყველანი სამწუხაროდ ამბობენ. თანამდევი მსხვერპლი არისო ესო. ამიტომაც ძვირფასო ძმანო და დანო, ალბათ ჩვენ დანარჩენი საქართველოდან ხმა უნდა მივაწვდინოთ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ შვიდობიანად გსურს ჩვენ თანაცხოვრება. გსურს ქრისტეს სულით აღსილი ურთიერთობის დამყარება, ურთიერთობის პატივისცემისა და სიყვარულისა, დაღუპულთა პატივის მიგებისა და შთამომავლობისათვის კეთილდღეობითი და მშვიდობიანი მომავლის აღშენებისა. ჩვენ შეგვიძლია დღეს ამაზე ლაპარაკი. ჩვენს ახალგაზრდებსაც შეუძლია, ბევრს ვიცნობ ახალგაზრდას, ვისაც ასეთი სულისკვეთება აქვს. და ეს უნდა მივაწვდინოთ, ეს ხმა უნდა მივაწვდინოთ
აფხაზეთში მყოფებს. ფიქრობ, რომ ეს დროც მწიფდება. და თუ დღეს საქართველოს სახელმწიფო ყველანაირ სამედიცინო დახმარებას უწევს აფხაზეთის მკვიდრთ და არ უყურებს, აქვს მას საქართველოს მოქალაქის პასპორტი. მას შეუძლია ჩამოვიდეს აფხაზეთის პასპორტითაც აქ გაუწევენ ყველანაირ სამედიცინო დახმარებას. მოყოლებული კურნალობიდან დასრულებული ყველა ქირურგიული და საკმაოდ ძვირადღირებული პროგრამების მონაწილეობით. ჩვენი კარი არ არის დახშული. სამწუხაროდ კი აფხაზეთის მხრიდან კარი ვერ იღება თუნდაც იმისათვის, რომ ჩვენს წინაპართა საფლავებს ჩავაკითხოთ. შენდობა უთხრათ, სანთელი ავანთოთ. აღდგომის კვერცხი გადავაგოროთ. ვერ ხერხდება ეს ვერც აფხაზეთში და ვერც სამწუხაროდ ჩვენს მიმდებარედ გავლებული მავთულხლართის იქით ცხინვალის რეგიონში დარჩენილ საფლავებზეც. და ვევედროთ წმინდა მოციქულ სიმონს, რომელმაც ქრისტეს ქადაგებისთვის, ქრისტეს სწავლების ქადაგებისთვის თავი დასდო, საკუთარი სისხლი აფხაზეთის მიწაზე დაღვარა. რომ სული მშვიდობისა, ქრისტეს მშვიდობისა, სული ღვთისა და მოყვასის სიყვარულისა გაძლიერდეს თლიანად საქართველოში და ამ სულით გაერთიანდეს პირველ რიგში ჩვენი გონება და ჩვენი გული და ჩვენი ხელები და შემდგომ ამისა კიდევ ჩვენი ტერიტორიები. აი ეს ჯვარი, რომელიც დღეს ჩამოვაბრძანეთ, ეს ჯვარი არის შექმნილი სოხუმის საკათედრო ტაძარში არსებული ძველი ჯვრის მიხედვით. ზოგიერთი რამ კიდევ უფრო მეტად გამდიდრებულიც არის. ამ ჯვარზე თქვენ ხედავთ მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოსახულებას. რამე თუ თავად ქრისტემ და დედა ღვთისმშობელმა გამოაგზავნა წმინდა მოციქულები საქართველოში, გამოაგზავნა ქართველთა შორის და ასევე ამ ჯვარზე არის გამოხატული იოანე ოქროპირი, რომელიც სოხუმთან ახლოს სოფელ კამანში აღესრულა. გამოსახულია
წმინდა ვასილისკო, იოანე ოქროპირ წმინდა ვასილისკო გამოეცხადა გარდაცვალების წინ. რამე თუ წმინდა ვასილისკო მოწამეობრივად აღესრულა იქვე იმ სოფელ კომანში. ასევე გამოსახულია იოანე ნათლისმცემლის თავის პოვნაც. ეს პოვნა თავისა, მეოთხე თავის პოვნა გარდამოცემით ესეც აფხაზეთში მოხდა და მე მახსოვს ის გამოქვაბული, რომელსაც გარდამოცემით ამბობდნენ, რომ აქ იყო მოძიებული იოანე ნათლისმცემლის თავის ქალა. ესეც სოფელ კომანში. და გამოსახულია იოანე ოქროპირის მიცვალება წმინდა მოწამე ვასილისკოს მოწამეობრივი აღსასრული. გამოსახულია იოანე ნათლისმცემლის თავის პოვნის კომპოზიცია და ასევე წმინდა გიორგი თეთრ ხართან ერთად. იმიტომ რომ ეს სასწაული თეთრი ხარისა დაკავშირებული წმინდა გიორგისთან აღესრულა ილორში, ოჩამჩირის ახლოს, სადაც დგას მე-7 მერვე საუკუნეების წმინდა გიორგის ტაძარი. და სხვა მრავალი სიწმინდე, რომელიც არის აფხაზეთში და რომელიც გველოდება ჩვენ ძვირფასო ძმანო და დანო, რომ იქ აღესრულოს მსახურება მადლიერებისა და სიხარულისა. ჩვენი შერიგებისთვის და ჩვენი სამშობლოს გამთლიანებისათვის. მერთმა დაგლოცოთ ძვირფასო ძმანო და დანო და წმინდა მოციქული სიმონ კანანელი შეეწიოს აფხაზეთსა და სრულიად საქართველოს. ამინ. ყველას გილოცავთ ამ დღესასწაულს.